ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მისი კოლეგები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე, რათა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციასთან გააჩღარონ საკუთარი მოთხოვნები, მოითხოვონ მზია ამაღლობელის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის გათავისუფლება და ასევე ამასთან ერთად მოითხოვენ სხვა პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ბუნებრივია, აქ შეკრებილი ადამიანები, მზია ამაღლობელის კოლეგები, მისი მხარდამჭერები ძალიან ნერვიულობენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც იცით, მზია ამაღლობელი უკვე 27 დღეა შიმშილობს და 4 თებერვლიდან იგი იმყოფება კლინიკა ვივამედში. მზია ამაღლობელის მხარდამჭერები აცხადებენ, რასაკვირველია ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და ის მუხლი, რომლითაც მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, არის შეუსაბამო იმისთვის, რაც მოხდა 11 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციაზე, სადაც დააკავეს მზია ამაღლობელი. ახლა როგორც გესმით, საპროტესტო აქცია გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან აპირებენ აქციის მონაწილეები, რომ მსვლელობით მივიდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან და იქ გააჟღერონ საკუთარი მოთხოვნები, მოითხოვონ მზია ამაღლობელისა და აქციებზე დაკავებული სხვა პირების გათავისუფლება. ბუნებრივია, ჩვენთან საუბრისას ისინი ახსენებენ თემურ ქათამაძესაც, ასევე მოშიმშილე პატიმარს, რომელიც უკვე 22 დღეა შიმშილობს და რომლის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა დღეს სააპელაციო სასამართლომ. აქ შეკრებილი ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ახლა უკვე 27 დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის დაწყებიდან, მისი დაკავების დღიდან განსაკუთრებით მძიმეა ბუნებრივია მდგომარეობა, რადგან უკვე თითქმის 1 თვეა მზია ამაღლობელი შიმშილობს და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ნამდვილად ემუქრება საფრთხე. აქ შეკრებილი არიან მისი კოლეგები და ეთერ თურაძემ, ბათუმელების მთავარმა რედაქტორმა განაცხადა ისიც, რომ მას სურს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, მან აქციაზეც გააჟღერა ეს, მოითხოვა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, თუმცა თქვენ იცით, რომ ქალბატონი ეთერ თურაძე მოითხოვდა მანამდე შალვა პაპუაშვილთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრასაც, თუმცა შალვა პაპუაშვილი მას არ შეხვდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში კომენტარები, რომელსაც აკეთებენ მზია ამაღლობელის კოლეგები და მისი მხარდამჭერები. მისი მდგომარეობა არის საგანგაშო, აი სიტყვას ამბობს ექიმი და შესაბამისად ეს განგაში მე მგონი ყველასთვის უნდა ჩაერთვას. ჩემთვის ჩართულია ეს განგაში და მგონია, რომ ამ შენობაში მყოფი ადამიანებისთვისაც უნდა იყოს განგაში ჩართული, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მზია გაამართლონ და თქვან, რომ ის უდანაშაულოა, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთი ღონისძიები. ადამიანები არსებობენ, მათ შორის ბათუმში, რომელსაც იგივე მოხლებს წარდგენილი და ეს ამ ადამიანებს აღუკვეთეს 2000 ლარიანი გირაო ერთ-ერთ კონკრეტული ადამიანი, ვიცი მე შემხვდა ეს ადამიანი. შესაბამისად ძალიან გონივრულია იმისა, რომ მზია იმიტომ არის დაკავებული, რომ ის არის ჟურნალისტი, მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ის ჟურნალისტია, ჩვენ ვამბობთ, რომ ის არის უკანონო პატიმარი. ის რა დამოკიდებულებასაც ავლენენ მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანები, ვისაც ხელეწიფება რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, ან ვისაც ხელეწიფება რაიმენაირად იმოქმედოს ამ პროცესზე, ესეც საერთოდ არის მე მგონი ძალიან დიდი ტრაგედია ქვეყნისთვის. ესეთი რამე როდესაც ხდება, მოქალაქეებმა უნდა დასვან სერიოზული კითხვა, საკუთარ თავს მაინც უნდა დაუსვან ეს შეკითხვა, რამდენად რაციონალური არის, რამდენად მისაღები არის მათთვის, რომ მათი ხელისუფლება ესე იქცეოდეს. აუცილებელი არის ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. 27 დღეა მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამდენივე დღეა ის შიმშილობს. ფაქტია, რომ ამ დრომდე ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების, ჟურნალისტების და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად ის რჩება პატიმრობაში. ჩვენ ვითხოვთ კვლავ დაჟინებით მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას წინასწარი პატიმრობიდან და ასევე მუხლის კვალიფიკაციას.
დიახ, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს, როგორც იგი ამბობს, როგორც წერია მის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი გამოცემისთვის გამოგზავნილ წერილში, ეს შიმშილი არის მისი პროტესტის ფორმა და არ ემსახურება იმას, რომ მან მიიღოს რაიმე სახის შეღავათი, პირიქით თქვენ იცით, რომ იგი იმყოფება 4 თებერვლიდან კლინიკა ვიმამეთში, თუმცა მოითხოვს, რომ დაბრუნდეს საპატიმროში და მას სურს, რომ დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც გაიმართება 4 მარტს. აქ კვლავ ისმის შეძახილები თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და როგორც უკვე გითხარით, აქ შეკრებილი მოქალაქეები, ძირითადად ჟურნალისტები, რომლებიც სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ მზია ამაღლობელს, სულ ცოტა ხანში გაემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც შეუერთდებიან იქ მიმდინარე აქციას.